დღეს საღამოს 8 საათზე. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ამბობს ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი და რუსეთს ქართული ტერიტორიების დეოკუპაციას თხოვს. ეს განცხადება კრიშტოფერ ლისეკმა თბილისში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ლისეკი, რომელიც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორია, მოსკოვს საქართველოდან ჯარების გაყვანას, ევროკავშირს კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციისათვის უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას თხოვს. საქართველო არის ევროპული ღირებულებების ქვეყანა, თქვენ ჩვენი იმედი უნდა გქონდეთ. ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ევროპარლამენტში ლისეკმა. საქართველოში მოწვევა სიამოვნებით მივიღე, ვინაიდან თქვენთვის კარგი ამბავი ჩამოვიტანე. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ევროკავშირისთვისაც კარგი ამბავია. ის პარლამენტის წევრთა 93%-ის მიერ იქნა მიღებული და მას ხუთივე დიდი პოლიტიკური ძალა დაეთანხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელსაც ჩვენ ევროპულ სახელმწიფოდ მივიჩნევთ. საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი ღირებულებებით. აქ დაცულია ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. ჩვენ ასევე მჭიდროდ თანამშრომლობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხრივაც თქვენი ქვეყანა ბევრად უსწრებს პროგრამაში მონაწილე დანარჩენ 5 ქვეყანას. დროა ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას. რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ჩვენ მოუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ისტორიული დოკუმენტი, რომელიც მიიღო ყველაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ მსოფლიოში, ასე ვიტყოდი და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საკანონმდებლო სტრუქტურამ ევროპარლამენტმა. აქ საუბარი არის პრაქტიკულად იმ დიაგნოზზე, რასაც ჩვენ ვსვავთ და ბევრი ჩვენი პარტნიორი ეთანხმება, მაგრამ ეხლა უკვე 500-ზე მეტი ევროპარლამენტარი ლაპარაკობს ამენით და დიაგნოზი ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომ ეს არის ეთნიკური წმენდის შედეგად ძალით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილება და ეს არის ოკუპაცია. ეს არის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს მიმართ. მე არ მახსენდება ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეწონიანი რეზოლუცია მიღებული საქართველოს მიმართ. ანუ აქ საუბარია ეთნოწმენდაზე, აქ საუბარია ოკუპაციაზე, აქ საუბარია ვიზების გამარტივებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებაზე, აქ არის ყველაფერზე საუბარი, რასაც მივიყევართ ევროატლანტიკური სივრცისკენ და ევროკავშირისკენ. საქართველოს ევროპარლამენტის 93%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს განცხადება მართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კრიშტოფ ლისეკმა გააკეთა. პოლონელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი რუსეთისათვის, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და მოხდეს საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია. ლისეკის თქმით, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამ შეშლენ კარგად გამოიხატა ის ვითარება, რომელიც არის საქართველოში რუსეთის მოქმედებიდან გამომდინარე, რომ ეს არის ოკუპაცია და აქ მოხდა ეთნიკური წმენდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს განაცხადი, რომელიც ძალიან მაღალი ფორუმიდან გაკეთა, ძალიან ხმამაღალთ ის, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, საქართველო არის იმ ღირებულებების მიმდევარი, რომელიც არის ევროპაში, ეს არის განვითარება, დემოკრატია და თავისუფლება. I'm here today to say good news for Georgia. საქართველოსთვის კარგი ამბავი მაქვს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ასოცირების შეთანხმებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არ არის პროცესის დასასრული. ეს არის გადადგმული ერთი ნაბიჯი წინ, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს. ადამიანები ხანდახან ამბობენ, რომ პოლიტიკოსების ცხოვრება ეს არის ტყუილი. ეს არის შემთხვევა, როდესაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა ევროპარლამენტში თქვეს სიმართლე. ეს არის მტკიცე მოწოდება რუსეთის ხელისუფლებისადმი, რომ გაიყვანოს ჯარი საქართველოს რეგიონებში. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. დღეს რაც ხდება, ეს არის ოკუპაცია და საქართველოს ევროპარლამენტიდან 93%-იანი მხარდაჭერა აქვს. ისტორიული რეზოლუციას შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით ქვეყნის ევროგაერთიანებისათვის უმნიშვნელოვანესია ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურ დონეზე იმის დაფიქსირება, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნოწმენდა და ამჟამად საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას ახდენს. რეზოლუციის შემდეგ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ევროპა არასდროს აღიარებს რუსულ ოკუპაციას როგორც ლეგალურ კანონიერ აქტს და არასდროს აღიარებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას, რაც დეოკუპაციის პროცესის დაწყებისათვის უმნიშვნელოვანესია, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ევროპის და მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა წარმომადგენლობითმა არჩევითმა ორგანომ. დააკანონა მრავალ პუნქტში ეს ტერმინი, რომ საქართველოში რუსეთის ყოფნა ეს არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია. დღევანდელი რეზოლუციის შემდეგ
რაც არ უნდა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, აღარასდროს ჩვენი თავარი საარსებო გარემო ევროპა აღარ აღიარებს რუსულ ოკუპაციას, როგორც ლეგალურ აქტს, როგორც კანონიერ რამეს გაქვს და აღარასდროს ამის შემდეგ ნამდვილად აღარ აღიარებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას, საქართველოს დაქუცმაცებას. არასდროს კონკრეტულად არ თქმულა, რომ საქართველოში განხორციელდა კონკრეტულად ეთნიკური წმენდის დანაშაული, არასოდეს კონკრეტულად არ ყოფილა იდენტიფიცირებული ამ ეთნიკური წმენდის ჩამდენები. დღევანდელ დოკუმენტში სიმართლე ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა საბოლოოდ იზეიმა. მე მინდა წავიკითხო ის რაც არის ჩემთვის პირადად კიდევ ერთხელ მეორე ძალიან ემოციური მომენტი. რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დარღვევით. იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ოკუპანტი ძალის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ და შესაბამისად ის პასუხისგებელი ესე ოკუპანტი ძალა ამ სივრცეში ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე. რო თარგმნოთ საერთაშორისო სამართლებრივი ენიდან და უпроსტად უფრო გავამარტივოთ ეს რაც არის აქ თქმული, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება დადანაშაულებულია სამხედრო დანაშაულში კაცობრიობის წინაშე. მე ერთი რამ ვიცი, ისტორიაში ოკუპაცია ყოველთვის თავდებოდა დეოკუპაციით და სამხედრო დამნაშავეები ყოველთვის უახლოეს წარსულში უცილებლად ისჯებოდნენ. დღევანდელი დოკუმენტი ქმნის იურიდიულ საფუძველს საქართველოს გარდაუვალი გამთლიანების და ამ დიდ ბრძოლაში ჩვენი რეფორმებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ჩვენ საბოლოო გამარჯვების. საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა რეზოლუცია გუშინ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი ყველა ფრაქციამ დაუჭირა. რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს. ასევე მოახდინა მან ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ევროპარლამენტის ხელს რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და არმია 7 აგვისტომდელ პოზიციებზე დააბრუნოს. რეზოლუციაში საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შესახებაც არის საუბარი. ევროპარლამენტი ევროგაერთიანების აღმასრულებელ ორგანოს სთხოვს დაიწყოს კონსულტაციები საქართველოსთან უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ყველა თვალსაზრისით იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოება, იქნება ეს საქართველოს ევროპული განვითარება და ევროინტეგრაცია, თუ იქნება ეს ქართული შიდა პოლიტიკა, ყველა თვალსაზრისით დოკუმენტი არის ძალიან მხარდამჭერი და ვფიქრობ, ეს არის ის შემთხვევა, პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო ასეთი ხარისხის სპეციალური რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში. ეთნიკური წმენდა ეს ტერმინი ევროპელების მიერ მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული ბალკანეთის ომების შემთხვევაში და თქვენ კარგად იცით ამ ეთნიკური წმენდის ჩამდენები დღეს არ არიან. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი იმპულსი ჩვენთვის. გამარჯვება არის იმდენად, რამდენადაც დღეს ჩვენგან არავინ მოელის ტანკებით და თვითმფრინავებით გამარჯვებას. დიპლომატიური გამარჯვებები არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიები უნდა გამოცხადდეს ოკუპირებულ ტერიტორიებად, დამთავრებული იმით, რომ პირდაპირ მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაუხსნას გაწევრიანების პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას. საქართველო მოახერხა ის, რომ მისი ინტერესების მხარდაჭერი აღმოჩნდა უკლებლივ ყველა პოლიტიკური ჯგუფი ამ პარლამენტში. მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა. მთლიანად რეზოლუცია და ის სიგნალი, რომელიც ევროპარლამენტმა გაუშვა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ეხება არა მარტო ისეთ საკითხს, როგორც არის კაფიო დეფინიცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და რუსეთის პირდაპირ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო. უწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება და სიტყვა დაუყოვნებლივ არის ნახსენები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე და ასევე უზრუნველყოს ყველა საჭირო მექანიზმი იმისათვის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებობდეს წინსვლა. ევროპარლამენტის რეზოლუცია თბილისში პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა გახდა. განცხადებები მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა გააკეთეს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტის უპრეცედენტო მხარდაჭერა და მკაცრი პოლიტიკური შეფასებები უნდა გახდეს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის წინაპირობა.
ისეთ მხარდაჭერის ფაქტიურად საყოველთაო მხარდაჭერის ფარგლებში ყველა იმ კომპონენტის მიღება, რაც რეზოლუციაში არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელია და შესაძლოა პასუხისგებლობის საკითხი. ნათლად, კრისტალურად ნათლად იმის განსაზღვრა, რომ ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისგებლობა ყველაფერზე, რაც დღეს იქ ხდება, მათ შორის განგზობად ეთნიკურ წმენდაზე. ეს არის უკვე დასმული წერტილი მდგომარეობის. ახლა ამის გამოსწორებაზე უკვე სამომავლო საქმეებზეა დამოკიდებული ამ მდგომარეობის შეცდომა, მთავარია რომ ათვლის წერტილი დაიწყო. ოკუპაცია ოდესღაც დამთავრდება. როდის დამთავრდება, ამაზე საუბარი ახლა რა თქმა უნდა არასერიოზული იქნება, მთავარია რომ ეს აუცილებლად დამთავრდება, იმიტომ რომ სადავო აღარ არის ეს ოკუპაცია, თუ სხვა რამ ეს არის ეთნოწმენდა და ეს არის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. ესეთი ძლაური დოკუმენტი მე არ მახსოვს მიღებული იყოს ამ დონის საერთაშორისო ფორუმებზე და აქედან გამომდინარე მართლაც უმნიშვნელოვანესი და ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა, ძალიან კაფიო განმარტებებით ყველა საერთაშორისო სადაო საკითხთან მიმართებაში. განსაკუთრებული იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეზოლუცია რაიმე ძირეულს ახლა შეცვლის ჩვენს რეალობაში და თქვათ იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე დათმობას განსაზღვრავს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, ამ ძნელი საქმეა რა თქმა უნდა, ამის ილუზია ნაკლებად არის, მაგრამ ის რომ გარკვეულწილად ყველა სახელმწიფოსათვის დღეს უკვე ერთმნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი რეზოლუციაში ჩაწერილი ოკუპაციის ტერმინი. აღარავით არის კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ იქნება. აქ ევროკავშირი იქნება ძალიან აქტიური მონაწილე, იმიტომ რომ რეზოლუციის სულისკვეთება აი ამის იმედს ჩვენ გვაძლევს. შეიძლება ეს დღეს არ ჩანდეს, მაგრამ ამის შედეგებს ჩვენ უკვე მოვიმპით ხვალ და ამას ნათლად დაინახავს როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური პროცესები ამას დაგვანახებს.